სალამი მოგესალმებით. ვაგრძელებთ და დღეს უკვე დავამთავრებთ ფრენსის შეფერის წიგნს როგორ უნდა ვიცხოვროთ მაშინ, რომელიც სრული სათაურია დასავლური აზროვნებისა და კულტურის აღზევება და დაცემა. ჩვენ განვიხილეთ ბოლო 12 თავი იყო манипуляცია და ახალი ელიტა და დღეს განვიხილავთ მე-13-ს და იქ პატარა დანართიც იქნება ამ მე-13-სთან, როგორც პირველ თავში ჩვენ შესავალიც განვიხილეთ, მასთან ერთად მოგაწვით ჩვენ 1976 წელს იქნა ეს წიგნი გამოცემული და ვინც პირველად ახლა მოусვენს ამ ნაწილს, უბრალოდ მათთვის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი ეძღვნება იმას, რომ ჩვენ დღევანდელი თანამედროვე ადამიანები რა აზროვნების და რა ფსოფხედლობით ვართ დავალებული წარსულიდან. რა გავლენა მოახდინა წარსულის სოფხედლობამ ჩვენზე და დღეს რა წინააღმდეგობებს ვაწყდებით და სადა ვართ თანამედროვე ადამიანი. და მან დაიწყო ამის მოყოლა ანტიკური რომიდან, რომელზეც გავლენა მოახდინა ბერძნულმა კულტურამ, ბერძნულმა სოფხედველობამ, შემდეგ შუა საუკუნეები განიხილა ფრენსის შეფერმა, რენესანსი, რეფორმაციას ორი თავი დაუთმო, მეოთხე და მეხუთე ძალიან საინტერესო და რეფორმაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ ევროპის ცხოვრებაში, დასავლურ ცხოვრებაში, რომელიც მერე უკვე ამერიკაშიც გადადის ეს რეფორმაციის შემდეგ, როდესაც ამერიკაში გადადიან უკვე პილიგრიმები, მათ მიაქცეს სოფხედლობა, რომელიც დაშორდა კათოლიციზმის ძლიერად და დღევანდელი შეიძლება იყოს დასავლური ქვეყნები და ჩრდილო ევროპის ქვეყნები, ხომ? მთლიანად ამ რეფორმაციის გავლენის ქვეშ არიან, რომელმაც გაანთავისუფლა ეს ქვეყნები კათოლიკური ბატონობისაგან, კათოლიკური სოფხედლობის ბატონობისა და რელიგიის ბატონობისაგან. შემდეგ ჩვენ განხილული იქნა ამ რეფორმაციიდან გამოდის, ესე იგი რენესანსი და რეფორმაცია თითქმის ფეხდაფეხმიდიან. შემდეგ გამოდის ამ თავისუფლებამ გამოიწვია მეცნიერების აღზევება, მაგრამ მეექვსე თავი იყო განმანათლებლობა და მეშვიდე იყო თანამედროვე მეცნიერების აღზევება. მერვე თავში უკვე მოდის რღვევა ამ ფილოსოფიისა და მეცნიერებას შორის. შემდეგ განვიხილეთ თანამედროვე ფილოსოფია, უკვე თითქმის მე-20 საუკუნის თანამედროვე ფილოსოფია და მეცნიერება. მერე განიხილა თანამედროვე ხელოვნება, რომელიც ზუსტად ამ ფსოფხედლობა და ამ ფილოსოფიიდან გამოდის, მუსიკა, ხელოვნება, ფილმები და დღევანდელი ჩვენი საზოგადოება იყო მე-11-ში. და როდესაც მე-11-ს ამთავრდება, თქვა, რომ უკვე საშიშროება არის, რომ გამოჩნდეს ტექნოკრატიული ახალი ელიტა, რომელიც დიქტატს გაუკეთებს და დღეს ჩვენ ამას ხედავთ უკვე 21 საუკუნეში, ხომ? გაუკეთებს თავრობას, საზოგადოებას თუ როგორ ვიცხოვრო და საით წავიდეს ჩვენი სოფხედლობა. და უკვე მე-12-ში განიხილა манипуляციების მეთოდები და ახალი ელიტა. როგორი მეთოდებით და როგორი ტიპის იქნება ეს ახალი ელიტა. ეს იქნება განსხვავებული სტალინური და ჰიტლერის რეჟიმებისაგან, მაგრამ არში ისინი ზუსტად ესეთ манипуляციებს გააკეთებენ და წინ კიდე ბევრი манипуляციები გველის. ასე რომ აი ამ რეალობაში ეს თავი უკვე ეს წიგნი მთავრდება და მე-13 უკვე დღევანდელ ჩვენ თავში უკვე როგორც ყოველთვის ქრისტიანი, როდესაც რაღაცას აკრიტიკებს, მე ალტერნატივასაც იძლევა, ხომ? ალტერნატივას იმისი თუ როგორ ვიცხოვრო, სად არის გამოსავალი და ზუსტად ამ ალტერნატივას გთავაზობს მე-13 თავში და ბოლოს ამთავრებს სპეციალური ესე ვთქვათ მონიშნებით დანართი, რომელიც ესეც შევიტანე მე. ინფორმაციისათვის ამ წიგნს აქვს დიდი სკოლიო, ინდექსი, რომელიც სამწუხაროდ ვერ შევა გარკვეულ მიზეზების გამო, როგორც აქ ახლა აზრი არ აქვს აუდიოში ამის ჩაწერას და ვერც წიგნში. იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალებია და ვისაც აქვს ამის სურვილი, რომ მოიძიოს ასევე სხვა წიგნებში, რომელსაც ჩვენ ბეჭდავთ, ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს და მე არ მაქვს ამის საშუალება და როცა თუ ვინმე ამას ხელს მოკიდებს დიდი ტირაჟით, როცა გამოვა ფასიანს, როცა გახდის ესე ვთქვათ, უფლებებსაც აიღებს, ხომ? ამ წიგნის დაბეჭდისას, იმიტომ რომ ჩვენი ეს ცდელობა არის უბრალოდ გაცნობა. ერთგვარი აპეტიტი რომ მოვადინოთ ჩვენს მეგობრებს, ვიწროწრეს 100 იმითი ტირაჟით ხდება ეს ჩვენი ძალებით და არავის დახმარებით, ხო? მაგრამ თუ ვინმე მოინდომეს თუ მარკეტი ქართულენოვანი მოითხოვს ამას, ბუნებრივია ვიღაცა დაინტერესდება ამითი, რომ ეს უფრო ფართო ტირაჟით დაბეჭდოს და გააკეთოს უფრო ესეთ ოფიციალური სახე მიცეს ამას. ასეც ინფორმაციის სახით მინდა მოგაწოდოთ. მოდი ახლა მოусმინოთ ამ მე-13 თავს.
და მე ალბათ ამის შემდეგ კიდევ მაქვს რობერტ სპროულის წიგნი პროექტში, ან კიდევ მაკარტურის წიგნებსაც გავაგრძელებთ თუ უფალი ინებებს ამას. ესე იგი თავი მე-13 ალტერნატივა. წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ აბსოლუტური ღირებულებები და რომლებიც მხოლოდ პირადი მშვიდობისა და პირადი კეთილდღეობის პრობლემებით არიან დაკავებული. ეს ზეწოლა თანდათანობით ამზადებს ადამიანებს, რომ ჩვენს თანამედროვე დროში ადვილად მიიღონ მანიპულაციური და ავტორიტეტალური მთავრობა. რეჟიმით შეგვიძლია ვთქვათ. სამწუხაროდ ამ ზეწოლების უმეტესობა ახლა უკვე ჩვენზეც მოქმედებს. და ერთი ქვეთავი არის ეკონომიური კრახი. რა შეიძლება მოხდეს ამ დროს, როცა ღირებულებებს ადამიანები იგნორირებენ, ქრისტიანულ ღირებულებებზე როცა იყო თუნდაც კაპიტალიზმი. თანამედროვე საზოგადოების უნარობა იპოვოს ინფლაციის პრობლემების გადაჭრა ეკონომიკური რეცესიის გამოწვევის გარეშე, ფართოდ უღებს კარს ეკონომიური კრიზისის შექმნას. ინფლაციის ყოველი ციკლი, კონტროლის მცდელობა, ეკონომიური რეცესიის საფრთხე და ბოლოს კონტროლზე ხელის აღება ზრდის ინფლაციას. თუმცა პოლიტიკურად ადამიანების უმეტესობაზე მუდმივად მზარდი კეთილდღეობისა და დოვლათის შეძენის კონცეფციის დომინირება ართულებს და შეუძლებელს ხდის ეკონომიური რეცესიის საფრთხის წინაშე დგომას. ამრიგად, ეკონომიური რეცესიის თითეული საფრთხე კარს უხსნის ინფლაციის კიდევ უფრო მაღალ ეტაპს, ასე რომ გარკვეულ მომენტში ეკონომიური კრახი ძალიან შესაძლებელია. სულ მახსენდება არასასიამოვნო პარალელი, რომელიც გერმანელებმა ვაიმარის რესპუბლიკის მიმართ ჰიტლერამდე ცოტა ხნით ადრე განიცადეს, რაც გამოწვეული იყო დაუშვებელი და მიუღებელი ინფლაციით. ისტორია მიუთითებს, რომ ეკონომიური კრახის გარკვეულ ეტაპზე ადამიანები წყვეტენ ინდივიდუალურ თავისუფლებებზე ზრუნვას და მზად არიან მიიღონ რეგიმენტაცია. ეს რეგიმენტაცია ესეთი უცხო სიტყვა არის, ქართულშიც გადაუთარგმნიათ, მაგრამ მე განმარტავ ამას. ცხოვრების მკაცრად რეგლამენტირება, უნიფიცირება ან სრული გაერთფეროვნება. აი ეს არის რეგიმენტაცია. საფრთხე აშკარად კიდევ უფრო დიდია, როდესაც ორი მთავარი ღირებულება, რომელიც ამდენ ადამიანს აქვს, არის მხოლოდ პირადი მშვიდობა და პირადი კეთილდღეობა. შემდეგი საფრთხე არის ომი ან ომის სერიოზული საფრთხე. ომი ექსპანსიონისტურ, იმპერიალისტურ, კომუნისტურ ქვეყნებსა და დასავლეთს შორის. ამაზეა მხედველობაში, ამაზეა ლაპარაკი, რომ ეს საშიშროება არის. და დღეს ვხედავთ ჩვენ ამას, ხომ? მიუხედავად იმისა, კომუნისტური რეჟიმი მოირღვა საბჭოთა კავშირში, ნახეთ, ისევ გაგრძელდა ომები, რასაც ქრისტეც ამბობს. ალისტარ კუკმა, რომელიც დაბადებული 1908 წელს, თავის ნაშრომში ამერიკა 1973 წელს, რომელიც გამოცა, კარგად თქვა, დღეს კომუნისტურ და არაკომუნისტურ ერებს შორის სასტიკი დავა იმაში მდგომარეობს, თუ როგორია ამერიკული ცივილიზაციის ხარისხი და გამძლეობა. მე მხოლოდ დავამატებდი, რომ არა მხოლოდ ამერიკა, არამედ დასავლეთიც ზოგადად არის ნაგულისხმევი ამ კონტექსტში. შეძლებს თუ არა დასავლეთი ტოტალიტარული ერების წინააღმდეგ ბრძოლას ისეთ რეალობაში, როდესაც დასავლური თავისუფლებების ქრისტიანული საფუძველი დიდწილად აღარ არსებობს. ცხადია, ეს ასევე შეიძლება რომ დაკავშირებული იყოს პირველ პუნქტთან, ანუ დასავლეთში ეკონომიკური კრახის შესაძლებლობასთან. კომუნისტური ქვეყნების მხრიდან ზეწოლა შეიძლება განხორციელდეს რამოდენიმე გზით. ან მათი კომბინაციით, სამხედრო გზით ძლიერი აღმოსავლეთის მიერ, რომელიც იმოქმედებს ნაკლებად ძლიერი დასავლეთის წინააღმდეგ, სოფლიოს რომელიმე წერტილში წარმოშობილი კრიზისის გამო. ან ეკონომიურად დასავლეთში კრახის შემთხვევაში, ან პოლიტიკურად სამხრეთ ევროპის ქვეყნების ძველი ხაზის კომუნისტური პარტიების მიერ ამ ქვეყნებში კონტროლის დამყარებით. ეს უკანასკნელი შეიძლება მოხდეს მოულოდნელად რუსეთთან და მის სამხედრო ძალასთან ღია შეთქმულებით. ან შეიძლება მოხდეს დახვეწილად და ნელ-ნელა აშკარა გონივრულობით კრიზისისა და დაპირისპირების დრომდე. სამხრეთ ევროპაში შეინიშნება ძველი ხაზის კომუნისტური პარტიების ზრდა და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ბიბლიური საფუძველი, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყნებს ჰქონდათ რეფორმაციის შემდეგ. ამ ქვეყნებში თავისუფლებები იყო იმპორტირებული და არა ადგილობრივი. ამ ნაზავში ომის განსაკუთრებით ატომური ომის საფრთხე აიძულებს მათ, ვინც მხოლოდ პირადი მშვიდობისა და კეთილდღეობის ღირებულებებს ფლობს, მზად იყვნენ თითქმის ნებისმიერი სახის ავტორიტეტალური მმართველობისათვის, რომელიც შეძლებდა ომის საფრთხის მოცილებას. განსაკუთრებით თუ, როგორც ავგუსტუსმა გააკეთა ძველ რომში, ის შემოიღებდა კონსტიტუციურობის გარეგნული ფორმებით შენარჩუნებას.
ატომური ბომბი განსაკუთრებული საფრთხეა იმ თაობისთვის, რომელმაც ასე დიდწილად ზურგი აქცია ობიექტური ღმერთის არსებობას და თვლის, რომ ადამიანი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ინტელექტით, ემოციის გარეშე უყუროს მზის ჩასვლას და ჩიტების ფრენას. ნევილ შუტის დაბადებული 1899-ში, გარდაიცვალა 1960-ში, რომანი სანაპიროზე, რომელიც მან 1952 წელს დაწერა, დღემდე აქტუალურია. მასში ის წარმოიდგენს ატომური ბომბების ჩამოვარდნის შემდეგ არსებულ ისეთ გარემოს, როდესაც ცოცხალი არავინ რჩება. ქალაქებში გარკვეული დროით შუქები ანთებული დარჩება, მაგრამ იქ არავინ იქნება, ვინც მათ დაინახავს. არც ისე დიდი ხნის წინ ადამიანებს ეგონათ, რომ მარსზე შესაძლოა შეგნებული სიცოცხლე არსებობდეს. ამბობენ, რომ როდესაც ჩარლი ჩაპლინმა, რომელიც არა როგორც ჯამბაზი, არამედ როგორც ფილოსოფოსი საუბრობდა, გაიგო, რომ იქ შეგნებული სიცოცხლე არ არსებობს და მან თქვა: მე მარტოსული ვარ. და მრავალი მოაზროვნისათვის, ვისთვისაც ერთადერთი საბოლოო ღირებულება კაცობრიობის ბიოლოგიური გადარჩენაა, ატომური ბომბი განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს თითქმის ყველაფერზე, უარის თქმისაკენ, რათა ომის საფრთხე ოდნავ მაინც იქნეს აცილებული. ძალადობის ქაოსი. ესეთი ქაოსი შეიძლება რომ გამოწვეული იქნას განსაკუთრებით შემთხვევითი ან პოლიტიკური ძალადობით, ან და თუნდაც ისეთი ტერორიზმით, რომელსაც არ აქვს რაიმე კონკრეტული მიზანი. ეს კი შეიძლება რომ მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ ცალკეულ ერში. ზოგიერთ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოშიც პოლიტიკური ტერორიზმის ფართოდ გავრცელება ამ ეპოქის ერთ-ერთ ფენომენად იქცა. შემთხვევითი და განურჩეული ტერორიზმი კიდევ უფრო საშიშია. ასევე საგანგაშოა ის მინიშნებები, რომ მთელი მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები გარკვეულწილად უკვე კოორდინაციასაც კი უწევენ ერთმანეთს, თავიანთი ბოროტი ძალისხმევის აღსასრულებლად. ჩვენ უკვე ვნახეთ მინიშნებები იმისა, თუ როგორ თმობენ ადამიანები თავისუფლებას, როდესაც ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგებიან ხოლმე. შემდეგი ნიშანი არის მსოფლიოს სიმდიდრის რადიკალური გადანაწილება, რამაც შეიძლება საშიშროება გამოიწვიოს ასევე ამ დესტაბილიზაციის. მსოფლიოს სიმდიდრის გადანაწილება სულ მცირე ორი რამ მოხვებოდა. პირველი იქნებოდა კეთილდღეობისა და სიმდიდრის შემცირება იმ პირებისა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კეთილდღეობის მუდმივად მზარ დონეს თავის საკუთრებად მიიჩნევდნენ. უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ რამდენად სწრაფად ცვლიან ერები და ინდივიდები თავიანთ პრინციპებს სხვა ერებისა და სხვა პირების მიმართ, როდესაც ეს საფრთხედ იქცევა. მეორეც, ძალაუფლების გადანაწილება მსოფლიოში, კეთილდღეობისა და მსოფლიო ძალაუფლების დაღმავალი სპირალის დროს გაჭირვებულ ქვეყნებში ადვილად შეიძლება მოყვეს მანიპულირებადი ავტორიტარული მთავრობის მოსვლა სახელმწიფო სათავეში. ეს კი გამოწვეული იქნება იმ იმედით, რომ იქნებ ასეთმა მთავრობამ მაინც როგორმე შეარბილოს დასავლური კეთილდღეობისა და მსოფლიო ძალაუფლების სწრაფით გამოწვეული არასასიამოვნო შედეგები. შემდეგი არის კიდევ საშიშროება მსოფლიოში საკვებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მზარდი დეფიციტი. ეს უკანასკნელი პუნქტი სავარაუდოდ სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, იმიტომ რომ ქრისტიანული კონსენსუსი უკვე კვდება იმ ქვეყნებში, სადაც ის ადრე არსებობდა. ამიტომ ბუნებრივია და უნდა ველოდოთ, რომ ქრისტიანული ღირებულების კვდომა ცვლილებას მოახდენს არა მხოლოდ თავადასალურ ერებში, არამედ მათ თანაგრძნობაშიც სხვების მიმართ. რაც დარჩება, იქნება არა თანაგრძნობა, არამედ მხოლოდ უტილიტარიზმი, რომელიც ჩვენ წინა თავებში ვახსენეთ. ეს ინგლისური სიტყვა უტილიტარიზმი, ლათინურად utilitas, ეს არის სარგებლობა, არის ეთიკური და ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ქმედების მორალურ ღირებულებას მისი შედეგებით განსაზღვრავს. მისი ძირითადი პრინციპია ყველაზე დიდი ბედნიერება ყველაზე მეტი ადამიანისათვის. გახსოვთ ეს ჩვენ გავიხილეთ განმანათლებლობის თავში. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ისტორია ოდესმე ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ეხლა რაც ხდება არის, რომ ღია პრაგმატიზმი სულ უფრო მეტად შეცვლის ზოგადად არსებულ ქრისტიანულ თანაგრძნობას, რომელიც დასავლურ კულტურაში ადრე არსებობდა. მზარდი საკვების დეფიციტი სავარაუდოდ წარმოადგენს მზარდ ზეწოლას, რათა ადამიანები მიხვდნენ მზარდ ავტორიტეტს, რომელიც გადაწყვეტილებებს გვპირდება. დაუცველობის ზრდასთან ერთად იზრდება სიხარბე, პირადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით ნებისმიერ ფასად. თუ ეს ზეწოლა კვლავ გაიზრდება, რაც სავარაუდოა, ფიქრობთ, რომ ადამიანები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, საკუთარი თავისთვის, ამჟამინდელი პირადი სიმშვიდის და კეთილდღეობის ფასად, თავისუფლებისა და ინდივიდის დასაცავად უკვე აღარ იბრძოლებენ. ქვეყნები, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ქრისტიანული რეფორმაციის ბაზა, პირველები იქნებიან, ვინც ავტორიტეტის დაემორჩილება აზიასა და აფრიკაში უკვე ზარდი რიცხვი წავიდა ამ გზით.
დასავლური მთავრობების წარმომადგენლები, რომლებიც თავად იყვნენ ხშირად თანამედროვე ადამიანები, ვერ ხვდებოდნენ, რომ თავისუფლება ქაოსის გარეშე არ არის ჯადოსნური ფორმულა, რომლის დანერგვაც ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა. Პირიქით, როგორც თანამედროვე ადამიანებს, მათი აზრით ეგონათ, რომ რადგან კაცობრიობა 50-იანი წლებისათვის გარკვეულ დონემდე განვითარებული და ცივილიზებული გახდა, დემოკრატია შეიძლებოდა გარე ძალების ჩარევით ყველგან ყოფილიყო დანერგილი. ისინი ფრთხილად თვალს ხუჭავდნენ იმ ფაქტზე, რომ თავისუფლება ქაოსის გარეშე ქრისტიანული ბაზიდან იყო ხოლო წარმოშობილი. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ თავისუფლებას ქაოსის გარეშე ვერ გამოყოფ ქრისტიანული ფესვებისაგან. და როდესაც ამ გარეგნულ ფორმას თავს ახვევენ ისეთ წარმართულ მსოფლმხედველობას, რომელიც თავისით ვერაზროს მოიტანდა თავისუფლებას ქაოსის გარეშე, ხალხი ვერ გაუძლებს საკუთარ თავში არსებულ ამ წინააღმდეგობას. გაზეთებში გამოქვეყნებული ცნობები გვახსენებს, რომ ბევრ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია გარედან იქნა, ზემოდან ქვემოთ მოწყობილი, ავტორიტარიზმი სულ უფრო და უფრო დომინირებდა შემდეგ. ასეთი ქვეყნების ძალიან გრძელი სიის ჩამოთვლა შეგვიძლია. ჯირო ტოკუიამა, ნამუროს კვლევითი ინსტიტუტის, იაპონიაში უდიდესი ინტერდისციპლინარული კვლევითი ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა Newsweek-ში, ჟურნალ Newsweek-ში დაწერა: მაშინ, როდესაც დასავლური რელიგიები დაფუძნებულია მარადიული აბსოლუტური ღმერთის რწმენაზე, იაპონელებმა ვერ აღიქვეს ასეთი მუდმივი არსების არსებობა, ამის ნაცვლად მათ ის უფრო დაიჯერეს, რომ დროისა და ცვალებად სიტუაციებთან ერთად, რაც სწორია და ჭეშმარიტი, ისიც იცვლებაო. ტოკუიამას კარგად ესმოდა, რომ ხალხის მსოფლმხედველობა განსაზღვრავს მის პირად მორალსა და საზოგადოებრივ ფორმირებას. გარდა ამისა, როდესაც ეს ერები, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული პროცედურების საფუძველი საკუთარ ქვეყნებში, იკრიბებიან საერთაშორისო ორგანიზაციებში და მერე იქ უკვე ქმნიან მსოფლიო უმრავლესობას. სულელები ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ ისინი იქაც არ მოიქცევიან და არ იფუნქციონირებენ ისე, როგორც იქცევნოთ თავენ საკუთარ ქვეყნებში. მაშინაც კი თუ ეს ნიშნავს უკანონოდ ფუნქციონირებას კონსტიტუციების ან ამ ორგანიზაციების წესდების საწინააღმდეგოდ. ეს ეხება არა მხოლოდ გაერთიანებულ ერებს, არამედ ასეთი ორგანოების მთელ სპექტრს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ უმრავლესობის ტირანიას პოლიტიკური ცვლილებების ქარბუქის შუაგულში. მოდით ისიც ვქვა და არ დავმალოთ, რომ ინდივიდის თავისუფლება არ არის გასაოცარი, არც რეფორმაციული წარსულის მქონე ქვეყნებში, რადგან ქრისტიანული ბაზის მეხსიერება იქაც უკვე სულ უფრო და უფრო ბნელდება. შესაბამისად, ეს თავისუფლებაც ნელ-ნელა გაქრება ამ ქვეყნებშიც. სისტემა, რომელიც დაშორებულია მისი დამფუძნებელი ფესვებისაგან, უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება და დინების მიმართულებით სურვა, როგორც წესი, იგივე იქნება. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემენ ისინი ხმას. როდესაც ქრისტიანული პრინციპები ქრება, ამის შემდეგ მხოლოდ მიზანშეწონილება რჩება ნებისმიერ ფასად. იმ ქვეყნების ლიდერების უმეტესობა, რომელსაც ადრე ქრისტიანული ბაზა ჰქონდათ, ახლა თანამედროვე ადამიანები გახდნენ, წინ წლებში თანამედროვე. საბედნიეროდ არსებობს აღსანიშნავი გამონაკლისები, მაგრამ ისინი მხოლოდ გამონაკლისებად რჩებიან. ავტონომიის ცდელობა, ანუ დამოუკიდებლობა ღმერთისაგან და იმისაგან, რაც მან ბიბლიაში და ქრისტეში ღმერთის გამოცხადებისაგან გვასწავლა, გავლენას ახდენს როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე უნივერსიტეტის პროფესორებსა და უბრალო რიგით ხალხზეც კი. ამ ლიდერების უმეტესობაც სინთეზის თვალსაზრისით ფიქრობს და აზროვნებს, ფიქსირებული სტანდარტებისა და აბსოლუტური პრინციპების ნაცვლად და ეს ნათლად ჩანს მათ პოლიტიკურ ქმედებებში, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ჰეგელიანურმა ლოგიკის სინთეზმა გაიმარჯვა რკინის ფარდის ორივე მხარეს. ხალხი ვერ ხედავს ფიქსირებულ საბოლოო სწორს ან არასწორს, არამედ მხოლოდ ნაზავს სინთეზს. ეს იქნება საჯარო ურთიერთობები, პირადი მორალი, საგარეო საქმეები თუ შიდა საქმეები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ინტელექტუალებს, რომლებმაც შეგნებულად და მიზანმიმართულად მიიყვანეს ქრისტიანული საფუძვლის მიტოვება, მისი ლოგიკურ დასკვნამდე. მაგრამ ეს ასევე ეხება მათ, ვისაც გავლენა მოახდინა ამ აზრმა, ანუ რიგით ადამიანებს, რომლებმაც გაანალიზების გარეშე დაიჯერეს და გაითავისეს ეს დასკვნები. პრაგმატიზმი, როგორც ჩანს, დღეს უმრავლესობაში კარგად მუშაობს და დიდწილად აკონტროლებს სიტუაციას. ეს კი ხდება სწორისა და არასწორის ფიქსირებული პრინციპების გათვალისწინების გარეშე. როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო საქმეებში მიზანშეწონილება ნებისმიერ ფასად პირადი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ამჟამად მიღებული პროცედურაა. აბსოლუტურ პრინციპებს კი მცირე ან საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვთ იმ ადგილას, სადაც დასავლური აზროვნების დაკნინება მოხდა.
ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმ შემაშფოთებელ ფაქტს, რომელიც უკავშირდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნევილ ჩემბერლეინის მიერ 1938 წლის 30 სექტემბერს ჰიტლერთან ხელმოწერილი მიუნხენის პაქტს, სადაც ჩეხოსლოვაკიის თავისუფლებისა და ყველაფრის ფასად გაჩნდა ილუზია, რომ იმ დროს მშვიდობას მიაღწევენ ამ პაქტზე ხელის მოწერით. უინსტონ ჩერჩილის დაბადებული 1874-ში და გარდაიცვალა 1965-ში სიტყვები თემთა პალატაში ამ მიუნხენის პაქტის ხელმოწერის შემდეგ უკვე ახლა წინასწარმეტყველურად ჟღერს. მან თქვა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ დამარცხება უკვე განვიცადეთ ომის გარეშე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ საშინელი ეტაპი გავიარეთ ჩვენ ისტორიაში და რომ საშინელი სიტყვები უკვე წარმოითქვა დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ. შენ აიწონე სასწორზე და აღმოჩნდა, რომ არასაკმარისი ხარ. და ნუ იფიქრებთ, რომ ეს დასასრულია. ეს მხოლოდ ანგარიშტორების დასაწყისია. ეს მხოლოდ პირველი ყლუპია, პირველი წინასწარი გემო იმ მწარე ჭიქისა, რომელსაც წლიდან წლამდე გვთავაზობდნენ. ამიტომ ეხლა ჩვენ, ისევე როგორც ძველად, უნდა ერთად დავდგეთ მორალური სიჯანსაღით და საბრძოლო ენერგიის უმაღლესი ადგენით, რათა მხარი დაუჭიროთ თავისუფლებასო. სამწუხაროა, რომ ომის კრიზისის შემდეგ აღარ იყო კრიტიკული ხედვის მქონე ლიდერი, რომელიც დასავლეთს გააფრთხილებდა, რომ მორალური ბრძოლა უკვე ახალი გზებით და ახალი საშუალებებით იკარგებოდა. ომის შემდეგ 50,000 კაზაკი იძულებით დააბრუნეს რუსეთში, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, რათა მოეკლათ და დაეპატიმრებინათ. სოლჟენიცინმა გულაგის არქიპელაგში იკითხა, დასავლეთისთვის რა სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ამ ასობით ათასი ადამიანის გადაცემა სტალინის რეჟიმისათვის, რომელიც საკუთარი ხელით დაჟიდა მათ სიკვდილით. კომუნიზმი, ტერორის მემკვიდრეობა სოლჟენიცინმა თქვა, რომ 1,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე, რომელსაც არ სურდათ კომუნისტურ რუსეთში დაბრუნება, ძალით გადასცეს სტალინს განადგურებისათვის. ხოლო ნიკოლას ბეთელის 1938 წიგნში უკანასკნელი საიდუმლო, რომელიც 1938-ში დაბადებული და მისი წიგნი უკანასკნელი საიდუმლო დაიწერა 1974-ში, ბრიტანელი შტაბის უფროსი ოფიცერის, რომელიც კაზაკების გადაცემის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი იყო, მან პირადად ამ წიგნის ავტორს, ნიკოლას ბეთელს, ასეთი რამ უთხრა: ახლა ამ საწყალი უბედურების დასახმარებლად ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ იმისგან თუ რა ბედი ეწევათ მათ, მაინც შეგვიძლია რაღაცა ვისწავლოთო. თუმცა დასავლეთში გასული ომის შემდგომი წლები არანაირად არ აჩვენებს, რომ მათ ასეთი გაკვეთილი შეისწავლეს. სწორისა და არასწორი საფუძვლის გარეშე მყისიერი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ისინი არასდროს იტყვიან უარს სინთეზის, პრაგმატიზმისა, უტილიტარიზმის კონცეფციაზე. ეს იქნება შიდა სახელმწიფოებრივი თუ საგარეო მიზნები. სუსტი ჰუმანისტური იდეალები არ არის და არც იქნება საკმარისი, არ ჩვენს თაობაში და არც მომავალში. გახსოვთ პირველი თავიდან პატარა რომაული ხიდი, რომელიც იდგა, როდესაც ადამიანები მასზე გადადიოდნენ, მაგრამ ინგრეოდა მაშინ, როცა სატვირთო მანქანა თავისი სიმძიმით გადაივლიდა მასზე. თუ ეკონომიური რეცესიები კიდევ უფრო გაიზრდება, თუ პირადი მშვიდობისა და კეთილდღეობის დაკარგვის შიში გაიზრდება, თუ ომები გაძლიერდება, თუ ძალადობა და ტერორიზმი გავრცელდება, თუ მსოფლიოში საკვები და სხვა რესურსები სულ უფრო და უფრო იშვიათი გახდება და ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ ეს ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდება. როდესაც ეს ყველაფერი ემართებათ ადამიანებს, რომელსაც მხოლოდ პირადი მშვიდობისა და კეთილდღეობის ღირებულებები აქვთ, ისინი გაანადგურებენ მათ ისევე, როგორც ექსპორბალიანი სატვირთო მანქანა გაანადგურებს იმ პატარო რომაულ ხიდს. ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობს მოვლენების ბუნებრივ ნაკადში. პირველი, თავზე ძალით მოხვეული წესრიგი, გარედან, ან მეორე, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ უბრუნდება იმ საფუძველს, რომელსაც თავისუფლება მოგცა ქაოსის გარეშე. ეს კი არის ღვთის გამოცხადება ბიბლიაში და მისი გამოცხადება ქრისტეს მეშვეობით. წინა თავებში ვნახეთ დაწესებული წესრიგის მრავალი შედეგი, თუმცა ხელების აწევისა და დანებების ნაცვლად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მეორე ალტერნატივას. თუმცა ქრისტიანული ღირებულება არ შეიძლება მივიღოთ როგორც უმაღლესი უტილიტარიზმი და უბრალოდ როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. ბიბლიური გზავნილი არის სრული ჭეშმარიტება და ის მოითხოვს მისადმი ასევე სრულ ერთგულებას. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი არ არის უპიროვნო პლუს დროის, პლუს შემთხვევითობის შედეგი. არამედ, რომ არსებობს უსასრულო პიროვნული ღმერთი, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი, სივრცე დროის უწყვეტობაში. არსებობს უსასრულო, უკეთესად, არ უნდა დაგვავიწოს, რომ სწორედ ამაზე აშენდა თანამედროვე მეცნიერების
დამფუძნებლების მიერ თავიანთი შეხედულებები და იდეები. ეს კი ნიშნავს ქრისტეს, როგორც მხსნელისა და როგორც უფლის მიღებას და ასევე მის გამოცხადების ქვეშ ცხოვრებას. სწორედ აქ არის მოცემული მორალი, ღირებულებები და ყველაფერი მნიშვნელობა, მათ შორის ჩვენი მნიშვნელობაც, რომელიც არ არის მხოლოდ სტატისტიკური საშუალო მაჩვენებლის შედეგი. ეს არც უტილიტარიზმია და არც გონიერებისაგან გადახვევა. არამედ ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ერთიანობას ანიჭებს მთელ ცოდნას და მთელ ცხოვრებას. ეს მეორე ალტერნატივა ნიშნავს, რომ ინდივიდები მოდიან იმ ადგილას, სადაც მათ აქვთ ეს ბაზა და ისინი ასევე გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ კონსენსუსზე. ასეთი ქრისტიანები არ საჭიროებენ უმრავლესობას, რათა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ. დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 60 წელს ერთმა ქრისტიანმა ებრაელმა, რომელიც ასევე იცნობდა თავისი დროის ბერძნულ და რომაულ აზროვნებას, წერილი მისწერა რომში მცხოვრებლებს. მანამდე მან იგივე უთხრა ბერძენ მოაზროვნეებს ათენში, მარსის ბორცვზე გამოსვლისას. მან ისაუბრა აკროპოლისთან, მის ზემოთ და უძველეს ბაზართან მის ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ათენის მოაზროვნეები იკრებებდნენ განსახილველად. დღეს ამ ადგილზე დაფაა გაკრული წარწერით, რომელიც აღნიშნავს მის გამოსვლას და ეს წარწერა იმ დროინდელ სალაპარაკო ბერძნულ ენაზეა გაკეთებული. მართალია მას იმ დროს გააწყვეტინეს სიტყვა ათენელებმა და არ დაამთავრებინეს ბოლომდე მისი სათქმელი, მაგრამ მისი რომაელთა მიმართ წერილი შეუფერხებლად გვაწვდის იმას, რაც მას იმ პერიოდის მოაზროვნე ადამიანების ჰქონდა სათქმელი. მან თქვა, რომ ბერძნული და რომაული მსოფლმხედველობის ინტეგრაციის წერტილები საკმარისი არ იყო იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც დაისვა ამ სამყაროს არსებობაზე და მის ფორმებზე. ან კიდე იმაზე, თუ რატომ იყო ადამიანი უნიკალური. მან თქვა, რომ ისინი იმსახურებდნენ განკითხვას, რადგან იცოდნენ, რომ არ ქონდათ ადეკვატური პასუხი სამყაროს ან ადამიანის არსებობით დასმულ კითხვებზე და მაინც უარყოფდნენ და თქმულნამდნენ იმას, რაც იყო თავად პასუხი. მისი წერტილის ციტირება ესეთია. ეს არის რომაელთა წერილზეა ლაპარაკი. პირველ თავზე, მეჩვიდან და მუხლიდან წავიკითხავ მე. ვინაიდან მასში ცხადება ღმერთის სიმართლე წმენიდან წმენაში, როგორც წერია, მართალი იცოცხლებს წმენით. ვინაიდან ცხადება ზეციდან ღმერთის სხვა ადამიანთა ყოველგვარ ურთიერთობასა უმართლობაზე, უმართლობით რომ აპყოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. აქ იმებში, წყალებში მოათავსებს შეფერი, ანუ ადამიანის უნიკალურობა არაადამიანისაგან განსხვავებით. ესე იგი, ცხოველებისაგან განსხვავებით, ეს ჩადო ღმერთმა ჩვენში. ეს მათში ეს გულისხმობს, რაც პავლე ამბობს, განუცხადა მათ და შეფერი ამბობს, ამაში იგულისხმება ადამიანის უნიკალურობა, არაადამიანისაგან განსხვავებით, ხო? დანარჩენი ცხოველური სამყაროსგან განსხვავებით. მეოცე მუხლი, ვინაიდან ქვეყნიერების დასაბამიდან ქმნილებათა და აქ ამბობს ფრენჩი შეფერი ასევე ჩხილებში ათავსებს, ანუ სამყაროს არსებობა და მისი ფორმა. ამას გულისხმობს პავლე. განხილვით შეიცნობა უხილავი ღვთისა, მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა, ასე რომ ვერ გამართლდებიან ისინი. როგორც თქვი, რომაელთა წერილის პირველი თავი იყო. აგრძელებს ფრენჩი შეფერი. პავლე ამბობს, რომ სამყაროს ფორმები და ადამიანის ბუნება იმავე ჭეშმარიტებას ამბობს, რასაც ბიბლია უფრო დეტალურად გვაწვდისო. ის რომ ეს ღმერთი არსებობს და რომ ის არ დუმს, არამედ ელაპარაკ ადამიანებს ბიბლიაში და ქრისტეს მეშვეობით. სწორედ ეს იყო საფუძველი რეფორმატორების დროს უფრო სრულად ბიბლიურ ქრისტიანობაზე დაბრუნებისათვის. ეს იყო გზავნილი იმის შესახებ, რომ ადამიანებს შეეძლოთ ღმერთთან დაბრუნება მხოლოდ ქრისტეს სიკვდილის საფუძველზე. მაგრამ ამას თან ახლდა მრავალი სხვა რეალობა, მათ შორის ფორმა და თავისუფლება კულტურასა და საზოგადოებაში, რომელიც უფრო ბიბლიურ ქრისტიანობაზე იყო აგებული. მოტანილი თავისუფლება ტიტანური იყო და მაინც წმინდა წერილში მოცემული ფორმებით თავისუფლება არ გამოიწვია ქაოსი. და ეს არის ის, რაც ჩვენ მომავლის იმედს გვაძლევს. თუ ეს ვერ გაიმარჯვებს, მაშინ იქნება მეორე ალტერნატივა, ანუ ძალით თავზე მოხვეული წესრიგი, დიქტატურა. როგორც პირველ თავში ვთქვი, ადამიანები ფუნქციონირებენ მათი მსოფლმხედველობის საფუძველზე, უფრო თანმიმდევრულად, ვიდრე თავად შეიძლება რომ ისინი ამას აცნობიერებდნენ. პრობლემა გარეგნულ მოვლენებში კი არ არის, პრობლემა სწორი მსოფლმხედველობის ქონასა და შემდეგ მისი მიხედვით მოქმედებაშია. იმ მსოფლმხედველობისა, რომელიც მამაკაცებს და ქალებს აძლევს იმის ჭეშმარიტებას, თუ რა არის ის, ანუ თავად ეს ჭეშმარიტება და ესე ამთავრებს ამ მე-13 თავს და შემდეგ ამას მოყვება სპეციალური დანართი. ეს განსაკუთრებული მინიშნება უპირველეს ყოვლისა ქრისტიანებისთვისაა.
პირველ რიგში გავიხსენოთ, რა არის ჰუმანისტური აზროვნების ამჟამინდელი თაობის დამახასიათებელი ნიშანი. ეს არის დიქოტომიის მიღება მნიშვნელობისა და ღირებულების მიმართ ოპტიმიზმის გამოყოფა გონიერების სფეროდან. როგორც კი ეს გამოყოფა მიიღება, ის რასაც ინდივიდი აყენებს არაგონებრივ სფეროში, უკვე შემთხვევითია. ჰუმანისტური აზროვნების ამჟამინდელი ფორმის ნიშანი ეს ეგზისტენციალური მეთოდოლოგიაა. როგორც ქრისტიანები, ჩვენ არ უნდა გადავეშვეთ ეგზისტენციალური მეთოდოლოგიის საკუთარ ფორმაში. ამას კი იმ დროს ვაკეთებთ ხოლმე, როცა ერთის მხრივ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ღირებულების სისტემა, მნიშვნელობის სისტემა და ბიბლიაში მოცემული რელიგიური საკითხები, მაგრამ მეორეს მხრივ ამავე დროულად ვაკნინებთ იმას, რასაც ბიბლია დასტურებს კოსმოსის, ისტორიისა და მორალის კონკრეტული ცნებების შესახებ. ჩვენ მივყვებით ეგზისტენციალურ მეთოდოლოგიის ჩვენ საკუთარ ფორმას, თუ იმას, რასაც ბიბლია ამბობს კოსმოსის, ისტორიისა და მორალის აბსოლუტური შემეცნების შესახებ, კულტურულად ორიენტირებულ სფეროში მოვათავსებთ. თუ ამას ჩვენ გავაკეთებთ, მომავალი თაობა, რა თქმა უნდა, ისტორიული ქრისტიანობის თვალსაზრისით დასუსტდება. ასევე ჩვენ თვითონ ვატარებთ ჩვენი თაობის ცენტრალურ ნიშანს. ისტორიის იმ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ის ხმა, რაც უნდა ვიყოთ ჩვენი ღარიბი გაღატაკებული დაქუცმაცებული თაობისათვის. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ აღმდგენი და შემნახველი მარილი, რომელიც ქრისტიანები უნდა იყვნენ თავიანთი თაობისა და მათი კულტურისათვის. თუ წმინდა წერილთან დაკავშირებით, ჩვენც აღბეჭდილები ვიქნებით ეგზისტენციალური მეთოდოლოგიით. თუ ასე აღბეჭდილები ვართ, მაშინ არ გვექნება რეალური აბსოლუტური, რომლითაც უნდა დავეხმაროთ ან ვიმსჯელოთ კულტურაზე, სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე. მეორეც, როგორც ქრისტიანებმა ჩვენ არამხოლოდ უნდა ვიცოდეთ სწორი ის მსოფლმხედველობა, რომელიც გვეუბნება სიმართლეს იმის შესახებ თუ რა არის, არამედ შეგნებულად უნდა ვიმოქმედოთ ამ მსოფლმხედველობის მიხედვით, რათა გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებაზე, მის ყველა ნაწილში და ასპექტზე, ცხოვრების მთელ სპექტრში იმდენად, რამდენად ჩვენ ეს შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობების ფარგლებში. მესამე, როდესაც ვიხსენებთ მონობის დროს და ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ დროს, მადლიერები ვართ ისეთი ქრისტიანების, როგორებიც იყვნენ ელიზაბეთ ფრაი, ლორდ შაფსბერი, უილიამ უილბერფორსი, ჯონ უესლი, რომლებმაც საჯაროდ არ შეშინა და ისაუბრეს და იმოქმედეს მონობისა და დაგროვილი სიმდიდრის ადათანაბარი გამოყენების წინააღმდეგ. საინტერესოა, ასევე მადლიერები თუ იქნებიან ჩვენლამი მომავლის ქრისტიანები, რომ ჩვენც ჩვენ დროში ასევე გამოხატეთ და ვიმოქმედეთ რასობრივი დისკრიმინაციისა და არათანაბარი სიმდიდრის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამავე დროულად თანაბრად დავაბალანსეთ ეს ჩვენი ეპოქის განსაკუთრებული საშიშროებისა და საფრთხის წინაშე გამოსვლით, რომელიც არის ავტორიტეტარული მთავრობის მმართველობის აღზევება. ანუ გავუწევთ თუ არა წინააღმდეგობას ავტორიტარულ მმართველობას ყველა იმის ფორმაში, მიუხედავად იმისა, თუ რა იარაღს ატარებს და რა წარმომავლობა აქვს მას. ავტორიტარული მმართველობის აღზევებასთან დაკავშირებული საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანები შეეგუებიან მას მანამდე, სანამ მათი რელიგიური საქმიანობა, ევანგელიზმი და ცხოვრების წესი არ შეფერხდება. ჩვენ არ ვართ განთავისუფლებული დისკუსიისაგან მხოლოდ იმიტომ, რომ კულტურა და საზოგადოება აღარ არის ისე დამოკიდებული ქრისტიანულ აზროვნებაზე, როგორც ადრე იყო. უფრო მეტიც, ქრისტიანებს არ სჭირდებათ უმრავლესობაში ყოფნა, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. მაგრამ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. იონე ნათლისმცემელმა ხმა აიმაღლა ბიბლიური აბსოლუტების საფუძველზე, ძალაუფლების განსახიერების წინააღმდეგ, ჰეროდეს სახით და ეს მას საკუთარი თავის მოჭრისპასად დაუჯდა. ასევე რომის იმპერიაში ქრისტიანებმა უარი თქვეს კეისრის თაყვანისმცემაზე ქრისტესთან ერთად და ეს ხელისუფლებაში ყოფნა იმპერიის ერთიანობის დარღვევა დააღიქვეს. ბევრისათვის ეს ძალიან ძვირი საფასურის ტოლფასი იყო. მაგრამ მოდით, რეალისტები სხვა მხრივაც ვიყოთ. თუ ჩვენ როგორც ქრისტიანები არ ვისაუბრებთ ავტორიტარული მთავრობების შიგნით და ზდაზე და გარედან მათ მოსვლაზე, საბოლოოდ ან ჩვენ, ან ჩვენი შვილები გავხდებით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მტრები. არც ერთი ჭეშმარიტად ავტორიტარული მთავრობა ვერ აიტანს მათ, ვისაც აქვს რეალური აბსოლუტი, რომლითაც აფასებს მის თვითნებურ აბსოლუტებს და ვინც საუბრობს და მოქმედებს ამ აბსოლუტის მიხედვით. ეს იყო სწორად ადრეული ეკლესიის პრობლემა რომის იმპერიასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საკითხი სავარაუდოდ დღეს უკვე კეისრის თაყვანისცემისაგან განსხვავებულ ფორმას მიიღებს, აბსოლუტის ქონის ძირითადი საკითხი, რომლითაც აფასებენ სახელმწიფო საზოგადოებას, იგივე იქნება. აი წინადადება, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ. ავტორიტეტარული მმართველობის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების არ მიღება უკვე გადაწყვეტილებაა მისთვის. ამ წიგნისა და ფილმების სერიის სათაური როგორ უნდა ვიცხოვროთ. მომდინარეობს ეზეკიელის წიგნის 33 თავიდან. პირველი და მე-11 მუხლებს წაგიკითხავთ და მე-19-ს დამატებით.
სათაური კი მეათე მუხლში ამოცემული. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი. ადამის ძევ, ელაპარაკე შენი ერის შვილებს და უთხარი მათ, თუ რომელიმე ქვეყანას მოულენ מחვილს, ან ამ ქვეყნის ხალხი ამოირჩევს თავის წიაღიდან ერთ კაცს და თავის ფარველად დაადგენს მას, დაინახავს ის ქვეყანაზე მოვლენილ מחვილს, დასცემს ბუქს და გააფრთხილებს ხალხს, თუ ისმინა მსმენელმა ბუკის ხმა და არ გაფრთხილდა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იგი, მისი სისხლი მის თავზე იქნება. ბუკის ხმა მოესმა და არ გააფრთხილა, მისი სისხლი მასზე იქნება, ვინც გაფრთხილება და თავს გადაირჩენს. თუ მფარველმა დაინახა, წამოსული მახვილი და ბუქს არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იმ მათგანი, ეს თავის ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ. აჰა, ადამიანის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენი ხარ. ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი. ჩემგან შეიძლება ესე ქართულად ეს ამ თარგმანში ჩემგნით დაუწერიათ. როცა ბოროტეულს ვეტყვი, ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები მეთქი. შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავა ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავის ცოდვის გამო მოკვდება. მის სისხლს კი შენ მოკითხავ. თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავის გზიდან არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება. შენ კი იხსნის შენ სულს. და ეხლა მეათე მუხლი. შენ ადამიანის ძე, უთხარი ისრაელის სახლს. ასე ამბობთო თქვენ. ასე ამბობთო თქვენ. ასე ამბობთქო თქვენ. თუ ჩვენი დანაშაული და ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით ჩვენ, როგორღა უნდა ვიცოცხლოთ? აი აქედან აიღო ეს სათაური, როგორ უნდა ვიცხოვროთ მაშინ. მე-11 მუხლი. უთხარი მათ, ცოცხალიც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი. თუ მინდოდეს ბოროტეული სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულო, რისთვის უნდა დაიხოცოთ ისრაელის სახლო. ეს წიგნი იმ იმედით არის დაწერილი, რომ ეს თაობა მობრუნდება უდიდესი ბოროტებისაგან, ნებისმიერი შექმნილი ნივთის შემოქმედის ადგილას დაყენებისაგან, რომ ეს თაობა სიკვდილის გზებს დააღწევს და თავს იცოცხლებს. და მე-19, როცა ბოროტეული მოიქცევა თავის ბოროტებისაგან, სამართალ და სიმართლეს იქს, ამის გამო გადარჩება. მადლობა მოსმენისათვის.